არჩენებს და წარმოუდგენელი გაღალდება ნახეთ, რასაც უველია, მაგრამ რაღაცების დაფიქსირება შევძლებთ. ძალიან გმირობის ხალხად ადამიანების ვიდეოები გადავიღეთ, გამოვიტანეთ ეს მტკიცებულებები. ესე იგი, კარუსელი დააკანონეს, პირადობის გოწმობას ადამიანს ვერ მოთხოვ. ანუ შემოვა სხვადასხვა პირადობით ვერ მოთხოვ. მეორე, ვერიფიკატორის აპარატს ვერ მივახლოვდები, როდესაც შეგედარებინა იგივე ადამიანები თუ არა შემოსული. ეს მეორე. შექმნილი ყავთ ეგრეთ წოდებული ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები გოგოებში და რომელიც არის სუსის განაყოფები, რომელთა ამოცანაც არის მთლიანად განხილვის სქემის განხორციელება. ასევე ეხლა ყველაფერთან ერთად არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხოლმე მართლობრივად ამოქოლეს. ეცუჩი მეგობრო. არასამთავრობო ორგანიზაციები ვინც აკრიტიკებდა და გამოსtildeება ქონდა, ისინი ყველა არიან ბევრი სუბიექტები, კათოლიკური ორგანიზაცია და ვინც კვალიფიკაცია ქონდა. მაგრამ რამდენი შესაძლებელი და არ არის ეს დააგვიჟება ამარჩევენ ფიზიკურად. ამას ეხლა ისიც დაუვადეს, რომ ის სივრცე, სადაც მათ კონტროლი არ შეუძლიათ ემიგრანტები, იქაც აპირებენ ამ არჩევნების ფაქტობრივად გაუქმებას, იმიტომ რომ მოქალაქეობის შემოსავლის პროცესია, მეგობრებო, საარჩევნო ხმის გამართვა. ამიტომ ეს არის ძალადობრივი ბოროტი რეჟიმი, რომლის ამოცანაც არის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ფორმალურად აქციოს არჩევნები. უფრო სწავლობთ ადამიანებს ემახსოვრებათ, რომ არჩევნები ტარდებოდა საბჭოთა კავშირში. ერთი კანდიდატი იყო რა. შეუძლებელი. ამიტომ მეგობრებო, ამის შესაძლებლად ვიძვით, რომ არ გაუშვათ ამ რეჟიმმა მოახდინოს და მოახერხოს ამ რეჟიმის აი არის გარდამავალი პერიოდი კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის და დიქტატურაში. და ეს პროტესტი და პატარ-პატარა სიმსები არის რაც გვაშორებს დიქტატურისა და დიქტატურების ვინაცვლებს, რომ ჯერ ბოლომდე არა ვარ ბელარუსი და რუსეთი. მაგრამ აქეთ მიეკანება ყველაფერი თუ ჩვენ დავჩერდებით, მას ეს ამოცანა გავუვადოთ.